მე ასე ვფიქრობ, კომედიის ჟანრი ეს არის მსახიობების ჟანრი და ვფიქრობ მსახიობები კარგად ჩანადა ჟანრში ვიდრე სხვა სადანებო მხარეები. აქედან გამომდინარე ეს ფესტივალი მათი ფესტივალია და ძირითადად არც მსახიობებს ევაგებთ. მაგით დღეს თქვენ ხართ ჩვენთან ერთად და because ინდიაში ასკა ხორცი ქალაქში დაახსნა კომედიის ფესტივალი და ეს ნამდვილად გრიგოლის პროფესია კუჩები მას გადაასკული და გაჩნდება ვიცი რინდარი დარი რინ პომ პომ რინდარი დარი რო რინდარი დარი რინ პომ პომ რომ პომ 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 რინდარი დარი რინ პომ პომ რინდარი დარი რო რინდარი დარი რინ პომ პომ რომ პომ 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 რომ პომ 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 ბედნიერია ის მაყურებელი, რომელიც აი ამ ფესტივალებს დაესწრება. დგავა ეს სცენაზე, რომელიც ძალიან ღირსეულად, ძალიან დიდი პატივით შეიყვარა თქვენმა ქალაქმა. მინდორთა ამშვენებელო სტილურ თეატრში თავისი შენობით, თავისი წარსულით. მე ვიდეო ამ სცენას ჩემს საკამერო რუსთავის თეატრთან ერთად ბედნიერება მქონია არაერთხელ წარდგენა რუსთაველის მაყურებლის წინაშე. არასოდეს ვიცხოვრია გეგულა გული გონდა დაუზრიკული ამ ცხოვრება ვერ დამიგო პიანაზე ვერ ამიგო სამოთხის დარბაზე წოლა კი არა ვერდი მომაცაკიცებულია ბედი არ მაძლევს სალას მე მაინც ბედი კომედიის ფესტივალი ემასე ზახსოვს ფესტივალი. ნუ სოსო დაანთეს წელი და ჩვენ თეატრები და მსახიობები ვალდებული ვარ შევუკეთოთ ხმელეთში და ვაბრიალო და იპრიალო სულ კომედიის ფესტივალმა და არა წყალი დავასახელე. ნუ შეჭრება პროცესი ყოველშემდე ხუთი წელი კურსებში მეცი და ხომუდროთან პროფილი აკავთ ჩემში კონსერტევანდერი ის მერე სოსო კიდევ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება ეს სცენა ჩემთვის იმიტომ რომ ამ ფესტივალით იცოცხლებს ჩემს კომედიის ფესტივალი ქვია და რუსთავში ხდება ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. ფესტივალის სიმბოლური იქნებს.
მადლობა რუსთავის მერიას, რომ უფლებას საშუალებას ვაძლევს მათ ფესტივალიდან მისი მხარდაჭერა და პატრონაჟით ხორციელდება ფესტივალი და აგრეთვე ყველაზე დიდი მადლობა თქვენ მაყურებელს, რომლებიც აქტიურად დადიხართ. ფესტივალი არის ძალიან საჭირო და აუცილებელი რა. აი რაც უფრო მეტი იქნება საქართველოში, მით უკეთესი იქნება. კონტროლს გვაძლევს мотивაციას და იმედს, რომ ამ პროფესიაში რაღაც შეიძლება გააკეთო.